ეს იაკობ იორდანსის ნამუშევარია, რომელიც მხატვარმა დაახლოებით 1638 წელს შექმნა. პირველ რიგში მნახველის ყურადღებას კომპოზიციის ცენტრში გამოსახული მამაკაცი იპყრობს. ძველად ნიდერლანდებში სადღესასწაულო სუფრაზე ხშირად მიჰქონდათ ნამცხვარი, რომლის ერთ-ერთ ნაჭერში მუხუდოს მარცვალი, თხილი, მონეტა ან სხვა რამ იყო დამალული. ადამიანს, რომელსაც ეს ნაჭერი შეხვდებოდა, ზეიმის მეფედ ირჩევდნენ. როდესაც ეს იღბლიანი ადამიანი იტყოდა, რომ ზეიმის მეფეა, ხალხი მას შემდეგი სიტყვებით მიმართავდა: მეფე სვამს, გაუმარჯოს მეფეს. სწორედ ამიტომ ამ ნამუშევარს ორი სახელი აქვს, მათგან ერთ-ერთია: მეფე სვამს. როგორც ხედავთ, კომპოზიციის ცენტრში იაკობ იორდანსმა ზეიმის მეფე გამოსახა. მის გარშემო კი ის ადამიანები, რომლებიც მასთან ერთად დღესასწაულს აღნიშნავენ. უნდა აღინიშნოს ის გარემოებაც, რომ ნამუშევარში უხვად ვხვდებით ჰოლანდიური ანდაზების ალუზიებს. ასე მაგალითად, პატარა ბიჭისა და ძაღლის გამოსახულებები გვახსენებს ანდაზას, სიხარბეს საზღვრები არ აქვს. კიდევ ერთი ჰოლანდიური ანდაზის შესახსენებლად, სავსე მუცლით უკეთ ემღერებათ, იაკობ იორდანსმა სასურათე სიბრტყის მარჯვენა არეში ქალბატონის სიახლოვეს მამაკაცი გამოსახა, რომელიც ჩასაბერ ინსტრუმენტზე უკრავს. ნამუშევარი ერმიტაჟშია დაცული.